კი, არაერთხელ გვისაუბრია ციფრული ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების ფონზე. ყოველდღიურად თითქმის ყველა სფერო ციფრულ ტრანსფორმაციას განიცდის. გამონაკლისი არც საბიბლიოთეკო სფეროა. ბიბლიოთეკა, როგორც განათლების, ინფორმაციის და განვითარების ერთ-ერთი მთავარი საწყისი, განსაკუთრებულ როლს ასრულებს ამა თუ იმ სფეროს განვითარებაში. შესაბამისად, ხელოვნური ინტელექტის დანერგვა საბიბლიოთეკო სფეროში პროგრესის ხელმისაწვდომობასა და ინკლუზიურობის ერთ-ერთი მთავარი გასაღებია ევროპის გამოწვევა 2025 ქართულმა პროექტმა მოიგო. და ახლა გამარჯვებული პროექტის ლიდერები არიან ჩვენი სტუმრები, რომელსაც მივესალმები, მარიამ გამიზარდაშვილი, პროექტის ხელმძღვანელი ანალიტიკოსი და მაია სიმონიშვილი, ეროვნული ბიბლიოთეკის ანგლო-ამერიკული დარბაზის კურატორი და საერთაშორისო საბიბლიოთეკო ფედერაციის კომიტეტის წევრი. მოგესალმებით. მადლობა მომბრძანებისთვის. ილოცავთ პირველ რიგში ამ გამარჯვებას და მოდი დავიწყოთ თავდაპირველ პროექტის შესახებ, რომელმაც ევროპის გამოწვევა მოიგო. რა პროექტი არის და რა მნიშვნელობა აქვს საერთოდ ხელოვნური ინტელექტის დანერგვას საბიბლიოთეკო სფეროში? მოგესალმებით. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მართლა გულწრფელად საეთერო დროის დათმობისთვის. ეს არ არის მადლობისთვის და არც პირველი შემთხვევა, როცა რუსთავი ვარი მხარს უჭერს ახალ ინიციატივებს. მე პირველად არ ვარ სტუმრად და ძალიან დიდი მადლობა გულწრფელად. როგორც მარიამმა აღნიშნა, ნამდვილად ნელ-ნელა ყველა სფერო განიცდის ციფრულ ტრანსფორმაციას და თავისთავად რა თქმა უნდა საბიბლიოთეკო სფეროც. და აღნიშნეთ ასევე ისიც, რომ არის ინფორმაციის ცოდნის განვითარების საწყისი ბიბლიოთეკა და ნამდვილად ასეა ნებისმიერი სფეროს პროფესიონალისთვის არა აქვს მნიშვნელობა, მაგალითად, ჩემი თავიც რომ მოვიყვანო, ჩემთვის როგორც საჯარო პოლიტიკის ანალიტიკოსისთვის, ადამიანის უფლებების ექსპერტისთვის, როდესაც ვქმნი პირობითად პოლიტიკის დოკუმენტებს, კვლევებს ან ასე შემდეგ, პირველი არის ბიბლიოთეკა, რითიც ვიწყებ და შემდეგ უკვე პოლიტიკა, სამართალი, გამოწვევები და ასე შემდეგ. გამომდინარე აქედან, ხელოვნური ინტელექტის დანერგვა ბიბლიოთეკაში უფრო ახლოს მიიყვანს ბიბლიოთეკას მიდანს მკითხველთან და დაზოგავს დროს და ფინანსებს, რომელიც შემდეგ უკვე ნებისმიერ ბიბლიოთეკას დაეხმარება უფრო მეტად მნიშვნელოვანი და საინტერესო საქმეები განახორციელოს. ეს არის ევროპული გამოწვევა, რომელიც პირველად მოიგო ნამდვილად საქართველოს, ნამდვილად ასია. ჩვენი მისია არის ის, რომ როგორც წეგან თქვენ აღნიშნეთ, მგონი რომ ცოტა დამაბნეველია თავიდან, ხო? მე პირველად რო გავიგე ხელოვნური ინტელექტი ციფრული დიპლომატია ასეთი სამაგისტრო პროგრამა ძალიან დავიბენი და ციფრული დიპლომატია. ბევრი დიდი ხანი დამჭირდა რომ გამიუხედავად იმისა რომ აქ სფეროსთან შორს არ ვარ, საკმაოდ დიდ დრო დამჭირდა მეც რომ მეკვა რა არის ციფრული დიპლომატია. გამომდინარე აქედან ჩვენი პროექტის მისია ზუსტად ეს არის რომ საბიბლიოთეკო სფეროში საქართველოში განსაკუთრებით საჯარო ბიბლიოთეკებში აი ეს წარმოდგენები შევცვალოთ და რაც მთავარია სწორად მოხდეს ხელოვნური ინტელექტის დანერგვა. წეგან თქვენც ახსენეთ და მეც დავამატებ რომ შეიძლება ხელოვნური ინტელექტი რეგრესისთვისაც იყოს გამოყენებული და პროგრესისთვისაც. რა თქმა უნდა. ის რომ შეიძლება ვწეროთ თემები და დოკუმენტები ხელოვნური ინტელექტით, ეს საუკუნეების მანძილზე დაგროვილ ცოდნებს და ინფორმაციას უნარებს ადამიანებს, რა თქმა უნდა, დააშორებს, მაგრამ თუ მას გამოვიყენებთ ყოველდღიური საქმიანობების გამარტივებისათვის და იმ დროს, ენერგიას და რესურსს შემდეგ დავუთმობთ სხვა საკითხების განვითარებას, რა თქმა უნდა, პროგრესისთვის გამოვა რომ გამოვიყენეთ ხელოვნური ინტელექტი. პროექტის მისიაც ეს არის, შემდეგი უკვე 9 თვის მანძილზე, რომ ეროვნული ბიბლიოთეკების, საჯარო ბიბლიოთეკების წარმომადგენლებს და მკითხველებს მივაწოდოთ მეტი ინფორმაცია როგორ შეიძლება გამოყენებული იქნას ხელოვნური ინტელექტი საბიბლიოთეკო სფეროში. მართლა მაინტერესებს, როგორ შეიძლება რომ მაგალითად ჩატბოტზე ვისაუბრებ, ვიტყვი ჩატბოტი, ეგრეთ წოდებული, რომელიც ძალიან ბევრმა ბიბლიოთეკამ დანერგა მთელ მსოფლიოში, მათ შორის ქალბატონი მაია იმყოფებოდა სტამბოლში, თურქეთში და დანერგილი არის უკვე, რობოტიც კი დარბის. რობოტი დარბის, პრაქტიკულად მაინტერესებს. კი ბატონო, აი თქვენ მოვყავით, თქვენი ყავით. ბატონო მაია. რა არის? ესე იგი, ხელოვნური ინტელექტი ბიბლიოთეკებში ეს არის ძალიან მრავალფეროვანი სპექტრი. ეს არ არის მხოლოდ ჩატბოტები, თუმცა პირველ რიგში მინდა მარიამს უთხრა დიდი მადლობა და თქვენ გითხრათ მოწვევისთვის დიდი მადლობა, თქვენ ყოველთვის აშუქებთ ბიბლიოთეკის სიახლეებს. ჩვენი თანამშრომლობა დაიწყო 2020 წელს, როდესაც შუა პანდემიაში გადაწყვიტა დაგვიარსებინა მდგრადი განვითარების ბიბლიოთეკა ჩვენთან ეროვნულ ბიბლიოთეკაში და მართლაც გავხსენეთ ეს ბიბლიოთეკა ერთ-ერთი წარმატებული პროექტი იყო და ყველა ადამიანი ვისაც სჭირდება ამ სფეროზე ინფორმაციის მოძიება შეუძლია მოვიდეს ბიბლიოთეკაში. რა აქვს ახლა ამ განვითარებას ძალიან დადებითი. ეს არის ის რომ მოიცავს 17 მიზანს, ეს 17 მიზანი ყველა ორგანიზაციას შეუძლია აითვისოს. ანუ ეს არ არის ასე ვთქვათ როგორც ამბობენ რაღაცა ბიუროკრატიული პროექტი. ყველას ცხოვრებას ეხება, ისეთი თემებია. ეხლა რაც ხელოვნურ ზუსტად ამ პერიოდში დაარსდა ეს ფონდი
რომელიც ითვალისწინებს ევროპის ბიბლიოთეკების ინტეგრაციას და მათთვის საჭიროებო საკითხებში მცირე დახმარებას. ეს არ არის თქვა დიდი პროექტი, ეს არის მცირე პროექტი, რომელიც ბიძგს აძლევს საზოგადოებებს მომავალი განვითარებისთვის და აუცილებლად პარტნიორი უნდა იყოს ეთქვარი კომუნის წევრი, ანუ საზოგადოების წარმომადგენელი. ამ შემთხვევაში მარიამის ორგანიზაცია ავიჩიეთ, იმიტომ რომ მდგრადი განვითარების პროექტის გამოცდილება გვქონდა და მოიცავს ამავე თემებს. რაც შეეხება ხელოვნურ ინტელექტს, ხელოვნური ინტელექტი ბიბლიოთეკებში არის ძალიან დიდი სფერო და ეს ეხება როგორც ჩატბოტებს, რომლებიც მაგალითად ჩვენ თუ არ ვართ სამსახურში 6 საათის შემდეგ, თქვენ შეხოთ ბიბლიოთეკის საიტზე და ჩატბოტი დაგაკვალიანებთ ღამის საათებში, ზოგს ხო უყვარს ღამის საათებში მუშაობა, დააკვალიანებს ღამის საათებში, რა მოიციოს, სად ნახოს ეს წიგნი, რომელი წიგნები გამოადგება და ასე შემდეგ. ეს აი ჩატბოტი ახლა ნახეთ მე თუ მაგალითად მჭირდება რაღაც კონკრეტული წიგნი ან ნებისმიერი მასალა რაც ზუსტად ვიცი რომ აი ჭირდება კონკრეტულად ეს. ამისთვის შევდივარ ისედაც თუნდაც ბიბლიოთეკის ელექტრონულ ვერსიას ვნახავ და იქ მოვიძიებ ჩემთვის სასურველ მასალას. ამ შემთხვევაში ხელოვნური ინტელექტი რა ალტერნატივას მაძლევს და რითი მიმარტივებს საქმეს? გავიგე კითხვა ავთო რაც სიგულისმე ქალბატონე მანია უპასუხეთ. კი, უპასუხეთ და დავამატებ. თქვენ მოიძიებთ და გაწოდეთ წიგნს, ხო? მაგრამ ეს თემატურად გაგიშლით ამას, რა გჭირდებათ? კონკრეტულად რა მიმართულებებში გჭირდებათ? როგორ შეიძლება მასალა ააგოთ და ასე შემდეგ. ანუ და ამავე დროს არასამუშაო საათებში, ჩვენ ხო სამუშაო საათებში შეგვიძლია ჩვენ გაგიწიოთ კონსულტაცია და ჩატბოტები არასამუშაო საათებში. მაგრამ ეს არის ჯერჯერობით და მე ვნახოთ შეიძლება. ეს არის მხოლოდ ჩატბოტები. სამუშაო საათებშიც გადმოვიდნენ. წიგნები მკითხველთან მიაქვს პატარა რობოტს. და სხვათა შორის ჩვენ მაგასაც ვითვალისწინებთ, როგორ შეიძლება რესტორანში თუ კაფეში გამოყენებული რობოტების ტრანსფორმაცია იმისთვის, რომ მოერგოს ბიბლიოთეკას. ეს რობოტებს საინტერესოა. შემდეგი, მაგალითად, თქვენ გაქვთ წინაპრის ხელნაწერი, რომელსაც ვერ კითხულობთ ვერაფრით. და ვაციფრებთ, ხო? თქვენ შეგიძლიათ ხელოვნური ინტელექტის სპეციალური პროგრამის მეშვეობით აღადგინოთ, რასაც თქვენ ვერ კითხულობთ და ის გამოგიტანთ ამ ლიტერატურას. აგრეთვე გარკვეული მაგალითად მასაჩუსეტსის ბიბლიოთეკას აქ დანერგილი როგორ გაიგონ სტუდენტებმა რა არის ფსთარი ინფორმაცია და რა არის დეზინფორმაცია. პრინციპში ბიბლიოთეკების მთავარი ფუნქცია რა არის? დემოკრატიზაცია, ანუ ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს და იყოს ყოველთვის სანდო. ბიბლიოთეკებს ეს მოეთხოვება, რომ იყოს ყოველთვის სანდო. კი ბატონო. კიდე და დამატება ხო? ხო, დამატებით, უბრალოდ ავთოსთვის მინდოდა ის მეთქვა, რომ კი ბატონო, ნამდვილად შეიძლება მანაც მოიძიოს ინფორმაცია და მეც მოვიძიო ნებისმიერ ინფორმაცია, რაც დამჭირდება, მაგრამ ეს იქნება დროში გაწერილი პროცესი. მაშინ, როდესაც ჩატბოტს შეუძლია ძალიან მარტივად ის საქმე გააკეთოს, რომელთვისაც შეიძლება მე დამჭირებოდა პირობითად 1 საათი და ძალიან მარტივად მიპასუხოს, სად, როგორ, რა შეიძლება რომ მივიღო. გამომდინარე აქედან უბრალოდ გვიმარტივებს საქმეს, თორე რეალურად მართალი ხარ აბსოლუტურად, ჩვენ შეგვიძლია იგივე გავაკეთოთ ნამდვილად, მაგრამ ზუსტად თავიდან რომ ვახსენეთ დროის დაზოგვა, რაღაც რესურსების დაზოგვა, რომელსაც შემდეგ უკვე სხვა რაღაცეებში ვიყენებთ უფრო კარგად. კი ბატონო. დრო ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საეთერო დროც და ამიტომ უნდა დაგეშვიდობოთ ახლა მადლობა უნდა გითხრათ თქვენ მობრძანებისთვის წარმატებები ზოგადად ჩვენ ვიცით მეგობრებო რომ ხელოვნური ინტელექტი ეს არის ის რაც გვიადვილებს ცხოვრებას თუმცა როგორც მარიამმა ეს კიდე სხვა თემა ხო აი ყველაფერს სჭირდება სწორი გამოყენება თავდაპირველად როდესაც საერთოდ კომპიუტერი შეიქმნა მასაც ის სწორი გამოყენება სჭირდებოდა ეხლა რო გავაგრძელოთ ძალიან ბევრი დრო დავუკარგებ, ამიტომ გადავიდეთ უკვე სხვა თემებზე. დიდი მადლობა. დიდი მადლობა.